ფილმში და მოგესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვერთეთ, დაგიბრუნდით და რასაკვირველია კიდე უფრო დიდი შემოდგენლობით ვიდრე გულობით. ხო, მაგრამ ვიდრე სტუმართან გადავალთ და წარვადგენთ რომ ჩვენი ეთერიდან ჩვენს კოლეგას, ჩვენს მეგობარს მე რა ყოფილად მივულოცოთ დაბადების დღე და ვუსურვოთ ყოველივე საუკეთესო. მე რა გილოცა რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს მერაბის დაბადების დღეა. ანუ არ ეგონოს მე რომ მენაკლებად მიყვარს და არ მღერი უბრალოდ არ გავნაგობების რომ მაყურებელს ჩემი სიმღერა მოვასმენინო. მაყურებელი არ დააფრთხო სამარაუდოდ. სწორად მიმიხვდი ჩემო ანი. ესაც მთელი გულით და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს და ესა ვამბობ ხოლმე რა ყველაზე მნიშვნელოვანია ღამე მშვიდად დაძინებას და დილით ბედნიერ გაღვიძებას. ხედავ ჩვენს რეჟისორს რა პრეტენზია აქვს ესე ჩემთვის არ მოგილოცოთ და დაბადებს. მოვედი და შენი დაბადების დღე და შენი დროც მოვა. ახლა კი აი ამ ხიარულ ნოტაზე ძალიან საინტერესო და საჭირო დროულ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ტურისტულად აქტიური სეზონი მიმდინარეობს ახსენეთ ეს გადაცემის დასაწყისშიც და ჩვენს უფლებებზე ვისაუბროთ, მომხმარებლების უფლებებზე, ყველა მიმართულებით და აღნიშნულ თემაზე სოფიო ჯალაბაძე, სამართლის ჯგუფის იურისტი შემოგვიერთდა. დილა მშვიდობის სოფიო, მადლობა სტუმრობისთვის იმისთვის რომ ხარ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მოდით ვთქვათ, რა სამართლებრივი რეგულაციები რეგულირდება ტურისტული მომსახურების სფერო და რა უფლებებით სარგებლობთ ჩვენ როგორც მომხმარებლები. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ტურიზმის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მივიღეთ 2023 წელს და აღნიშნული კანონმდებლობა ეს ემსახურება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას. ევროკავშირში მოქმედებს არაერთი დირექტივა, რომელიც მომხმარებლის უფლებებს, ტურისტის უფლებებს იცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი ეს უფლება ვიცოდეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა, ჩვენი დასვენების სეზონმა და ჩვენმა დასვენებამ ძალიან კარგად ჩაიაროს. საქართველოში, როგორც აღვნიშნე, მოქმედებს ტურიზმის შესახებ კანონმდებლობა და იმ შემთხვევაში თუ თქვათ ტურისტული სააგენტო, ტუროპერატორი საქართველოში დაფუძნებული კომპანია არის, მასზე ჩვეულებრივ მოქმედებს აღნიშნული კანონმდებლობა. მაგრამ თუ მაგალითად საქმე გვაქვს საერთაშორისო კომპანიასთან, იქნება ეს ავიაკომპანია, რაღაცა სხვადასხვა საიტები, რომლებიც ვარგებლობთ, რომ დავჯავშნოთ სასტუმრო, ამ შემთხვევაში მოქმედებს საერთაშორისო დირექტივა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ეს კანონმდებლობა და დირექტივას და ჩვენი საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს მომხმარებლის ინფორმირებულების ვალდებულებას და ჩვენ როგორც მომხმარებელს გვაქვს იმის უფლებამოსილება, რომ ვიყოთ ინფორმირებული, თუ რა მომსახურებას ვიღებთ, რა პირობებით, როგორია ხელშეკრულების არსებითი პუნქტები, ფიქსირებული არის თანხა თუ შეიძლება ცვალებადი იყოს ჩვენი სამოგზაურო ხარჯები და ვთქვათ როგორი უფლებებით სარგებლობთ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ეს ყველაფერი რეგულირდება კანონმდებლობით და ტურისტული სააგენტო ვალდებულია რომ თითოეული ეს უფლება მოგვაწოდოს. აქ საინტერესოა ასევე გავითვალისწინოთ აი ჯავშნის კონტექსტი, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევა, ვთქვათ დავჯავშნით, შემდეგ გვიწევს დაბრუნება. მე ამ შემთხვევაში ყველაზე მტკივნეული თემა. მე მიჩვენია გადავიხადო მეტი და ამაში მომსახურე ადამიანი მყავდეს, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს, იმიტომ რომ ხშირად გავხლართულ ვარ აი ამ არეულობაში და ეს ყველაზე ტურისტულ სააგენტოებს იყენებს. მეტწილად აი ბევრად უფრო მარტივ ვიცი და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ბუკინგი, საკუთარი რესურსით დაჯავშნები, მოძებნა, მოძიება და მაგრამ ესე ჩემთან ერთად მოგზაურობ, ეს პრობლემები არ გვაქვს. ეს სულად მეხსნილი მაგას ხო, მაგრამ აქ აი მაინც საინტერესოა უშუალოდ ორივე შემთხვევაში კანონმდებლობით აი რა შეგვიძლია, რისგან შეგვიძლია ვიყოთ დაზღვეულები, მაგალითად აი ჯავშნის შემთხვევაში, ხო? აი ხა თქვენ თუ მასწავლით, მე რა უნდა გავითვალისწინო და ხარჯებს დამაზოგინებთ და აღარ გამომიხერებთ ტუროპერატორებს და ჩემით. გავაკეთებ ამ ყოველთვის ძალიან კარგი იქნება. კი ბატონო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კომფორტულია ტურისტულ სააგენტოში მისვლა და პირდაპირ პაკეტის შეძენა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურისტული სააგენტოც უნდა შევარჩიოთ მისი სანდოობის მხრივ, ვინაიდან თქვა წინა წელს იყო აქტიურად დავა ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წინააღმდეგ, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურისტი იყო, რომელმაც უბრალოდ ვერ შეასრულეს საკუთარი ეს ტურისტული მომსახურებით, ვერ ისარგებლეს და არანაირი უკავშირი ტურისტული სააგენტოსგან არ ჰქონიათ და ძალიან ბევრი ადამიანი
მისული იყო აეროპორტში, ეუდებოდნენ თავიანთ ბილეთებს და არ გამოჩნდა ეს ტურისტული სააგენტო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეც გავითვალისწინოთ და სააგენტო შერჩევის დროს მისი სანდოობა და რაღაცა კეთილსინდისიერებაც გავითვალისწინოთ. მაგაში სპეციალურად მეგასწავლით მეგობრებო. მაღალი დაიდოთ თუ დაგჭირდა. რიგ შემთხვევაში შეიძლება ფასმა მოგხიბლოს და თქვათ არ დავაკვირდეთ თვითონ ამ კომპანიის სანდოობას, რამდენად რეალურად შეასრულებს ამ თან იმდენი რეკლამაა სოციალურ ქსელში, რაღაც სხვადასხვა ტურისტული სააგენტოსი, რომ ამის განსაზღვრა რთულია და მართლაც ბოლო წლებში ბევრი მაგალითი ყოფილა ამის, რომ დავა იყო ტურისტული კომპანიების წინააღმდეგ. ნამდვილად, რაც შეეხება ჯავშნების საკითხს, თითოეულ საიტს აქვს ჯავშნის განსაკუთრებული პირობები და აუცილებელია, რომ წავიკითხოთ თითოეული შეთავაზება, გავითვალისწინოთ, თქვათ, გაუქმების შემთხვევაში, როგორი დაბრუნების პოლიტიკა აქვს კომპანიას, ხშირ შემთხვევაში თავად საიტი გვთავაზობს ისეთ თქვათ შეთავაზება, სადაც თქვათ უკან დაბრუნება თანხის არ ხდება, თუმცა შეგვიძლია რომ ავირჩიოთ თანხის დაბრუნებადი თქვათ შეთავაზება შევისყიდოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს წესები კარგად წავიკითხოთ და ინფორმირებული გადაწყვეტილება ისე მივიღოთ. სხვადასხვა წესები აქვს და ესეც ალბათ სათითაოდ კიდე გასათვალისწინებელია. მე მოგიყვებით ახლა ძალიან საინტერესო ამბავს, რომელიც მე თავად გადამხდა. თვითმფრინავში ასვლის შემდეგ გაირკვა, რომ იმაზე მეტი ბილეთია გაყიდული, ვიდრე ადგილების ადგილი. და ეს იყო საოცრება. იმიტომ რომ ადამიანები თვითმფრინავში ფეხზე იდგნენ. ეს დავდავდები. კი ბატონო. ჯერ ერთი გამოიწვია აბსოლუტური არეულობა, იმიტომ რომ ხალხმა ერთმანეთში დაიწყო კამათი და შეიქმნა პრობლემები, იქ დაპირისპირება რომ ეს ჩემ ადგილას შენზი ხარ და რეალურად აღმოჩნდა რომ ეს ინდივიდუალური ადამიანების ბრალი კი არ იყო, უბრალოდ გაყიდული იყო იმაზე მეტი ბილეთი, ვიდრე იყო ეგრეთ წოდებული ოვერბუკინგი. ეგრეთ წოდებული ოვერბუკინგი. აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც უკვე თან თვითმფრინავში ვართ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა შეგვიძლია მოვითხოვოთ უკავშირად. კი ბატონო. ეს overbooking-ი საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა ავიაკომპანიების და ძირითადად ამ სეზონზე არის ყველაზე მეტად ეს პრობლემა და ზაფხულის პერიოდში იმაზე მეტ ადგილს ყიდიან, ვიდრე თვითმფრინავში არის ბილეთი. ამ შემთხვევაში თავად თქვათ ბორტგამცილებელი ცდილობს, რომ იქვე მოიძიოს ადამიანი, რომელსაც შესთავაზებს კომპენსაციას, დამატებით შემდეგი თქვათ ფრენის ბილეთს და იქვე სთხოვს თქვათ ვინ დაუთმობს ადგილს თქვათ მეორე მგზავრს და ამ შემთხვევაში კომპენსაცია ხშირად არის 400 евро და პლუს თქვათ შემდეგი ფრენის ბილეთი და შეიძლება რომ თუ თქვათ ფრენებს შორის დიდი არის დრო ამ შემთხვევაში თქვათ დასაჩენი ადგილით უზრუნველყოფს კომპანია. თუმცა თქვათ ეს როგორც ჩემი მგზავრის კეთილნებაზე არის დამოკიდებული, რომ მე თქვათ თუ დავუთმობ სხვა მგზავრს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აი ჩასხდომა დასრულდა და აღმოჩნდა, რომ მე დავაგვიანე და თქვათ უკვე შეივსო ის თქვათ ადგილების რაოდენობა, რაც თვითმფრინავში იყო, ამ შემთხვევაში თქვათ მე თქვათ აღარ დავიშვები ბორტზე, კომპანია უზრუნველყოფს დამატებითი ფრენის ბილეთის ჩემთვის გადმოცემას და ასევე კომპენსაციის გადახდას. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ აგვიანებ ეს ხო შენი დანაშაულია და ამ შემთხვევაშიც შეიძლება რომ თქვათ კომპანიამ კომპრომისი გასწიოს ასე აი დაგვიანება ვიგულისხმობთ თქვათ აი მე და თქვენ თუ მივედით და თქვენ ჩემზე ადგილ შეხვედით დამასწარით და ამოიწურა უკვე ადგილების რაოდენობა და მე ვარ დარჩენილი აი ამ შემთხვევაში თქვათ კომპანია იქნება ვალდებული რომ კომპენსაცია გადაგვიხადოს ეს არის განსაზღვრული დირექტივით ასევე დირექტივა ითვალისწინებს ფრენის დაგვიანების კომპენსაციას და ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ავიაკომპანიები ესე თავიანთი კეთილინებით ამაზე არ გვაფრთხილებენ რომ თქვათ თუ დაგვიანება 3 და 4 საათს აღემატება ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მომხმარებელს გვაქვს იმის უფლებამოსილება რომ მივმართოთ ავიაკომპანიას ამ პირდაპირ მას ან თქვათ შუამავალი კომპანიის მეშვეობით და მოვითხოვოთ კომპენსაცია. აი ხშირად არის გადაჯდომა გვაქვს თქვათ და პირველი ფრენა იგვიანებს, მეორე ფრენა დამოუკიდებლად გვაქვს შეძენილი, ამ შემთხვევაში რა ხდება, როგორ უნდა მოვიქცეთ? კი ბატონო, ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ ავიაკომპანიისგან როგორც კომპენსაცია, ასევე თქო დამატებითი ბილეთის თქო ან საზღაურის გადახდა ან დამატებითი ბილეთის მოწოდება და ასევე თუ დიდი მანძილი არის თვითონ კომპანია მოდა უზრუნველყოს თქო ტრანსპორტირებაც, სასტუმროში განთავსებაც და კვებაც. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას განსხვავებული არის. მაგალითად, თუ თქო შორ მანძილზე მივფრინავთ და ეს მანძილი აღემატება 4000 კილომეტრს, 600 ევროს კომპენსაცია ჩაგვერიცხება. თუ დაგვიანება აღემატება 4 საათს. იმ შემთხვევაში თუ 1500 კილომეტრამდე არის მანძილი ორ ქალაქ შორის, ამ შემთხვევაში 250 ევრო არის კომპენსაცია.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპენსაცია არ გადაიხტევინება თუ დაგვიანება გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებით, მაგალითად სტიქიური მოვლენები, თქვათ გაფიცვა, რაღაც გაუარესებული ამინდი და ეს არის ისეთი მოვლენა, რაც თქვათ კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით განვითარდა და ამ შემთხვევაში არ აქვს იმის ვალდებულება, რომ კომპენსაცია გადაგვიხადოს. თუმცა თუ ისეთია, რომ მაგალითად გაუმართავობის გამო მოხდა, კომპანიის რაღაცა ხარვეზის გამო მოხდა დაგვიანება, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადახდის ვალდებულება გააჩნია. მაგრამ თუ მაგალითად აი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ წარმოიშვა, თუმცა თუ თქვა 7 საათი დააგვიანა ფრენა, ამ შემთხვევაში ვალდებულება აქვს, რომ თქვა სასტუმროში განგვათავსოს და ყოფილა მათ შორის ქუთაისში ისეთი შემთხვევები, როდესაც ფრენას დაუგვიანებია თქვა 7-8 საათი, თქვა მგზავრები გადაუყანიათ სასტუმროში, თქვა უზრუნველყოფენ კვებით მგზავრებს და თქვა ესე ცდილობენ რომ დააკომპენსირონ ის თქვა ხარვეზი, რაც მომხმარებელს გააჩნია. კი ბატონო, ეს შემთხვევაც მქონია, მინდა გითხრა და სრულიად უპრობლემოდ მოხდა ანაზღაურება, სულ რაღაც 2 საათით დააგვიანეს, თუმცა ანუ კვებით უზრუნველყოფა და შემდეგ უკვე ფულადი კომპენსაცია იყო აბსოლუტურად უკრო. ხედავთ რამდენი ხდენია მეგობრებო მოგზაურობის დროს, ამიტომ არ მიყვარს. სამეჩქარება სამოგზაუროდ არც კომპენსაციები და არაფერი. არა, კი ბატონო, მაგრამ სულ რაღაც 2 საათზე იყო ლაპარაკი, მაგრამ სრულიად უპრობლემოდ ანაზღაურდა, თუმცა არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამაში გიხმარებიან და უშუალოდ მოლაპარაკებებს აწარმოებენ კომპანიებთან. შეგვიძლია მიმართოთ თავად უზრუნველყოფენ ყველანაირ მოლაპარაკებებს, თუმცა რაღაც პროცენტს იღებენ ჩვენგან. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად შევიდეთ ავიაკომპანიის ვებგვერდზე და შევავსოთ, თქვათ, განაცხადი. ან მინდა გითხრათ, რომ შეიძლება დავასრულოთ ჩვენი მოგზაურობა, ვისი ამორთ ამოგზაურობი და მე მივმართოთ კომპენსაციისთვის კომპანიას. მოდაინდა 3 წელი გვაქვს იმისთვის, და რომ იქიდანვე რომ არ დავკარგოთ კი ბატონო, ვისი ამომროთ ბოლომდე და შემდგომ დავბრუნდებით მე. ისედაც დაკარგული დრო კი მადლობა. საფიო ფიქრობ, რომ მაყურებელს საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ, ვინც ახლა იმზადება სამოგზაუროდ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებლებს შორის ბევრი არის ასეთი ადამიანი და მათ შორის ჩვენც. გაგვეცოდინა, ჩვენთვის პროდუქტიული იყოს ინფორმაცია, დიდი მადლობა გამოვიყენებთ, იმედი არ დაგვჭირდება, მაგრამ ხედველობაში ვიქონიებთ რა ტიპის უფლებებს ფლობს. იმდენი გამოცდილება გქონია, უკვე რა უნდა დაგჭირდეს. იმედი მაქვს, რომ აღარ დამჭირდება მეგობრებო.